კანონი გვაქვს, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ნება, ეს არის კუდრატშობილი მუხლები, რომელიც როდესაც დაიწერა და შეიქმნა, მაშინ კარგად იყო გააზრებული ეს რის წინააღმდეგ უნდა ამოქმედებულიყო და რა შედეგი უნდა მოეტანა, მაგრამ რატომღაც არ ჩათვალა სახელმწიფომ საჭიროდ რომ ეს მუხლები ამოქმედებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ კარგად არის ინფორმირებული შინაგან საქმეთა სამინისტროც, პარლამენტიც და სახელმწიფო მთავრობაც რატომღაც ალბათ არ არის პოპულარული ან რაღაც ვერ დადგა ის მომენტი, როდესაც ეს ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ, ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და არ აკეთებს, არ დგავს ამ ნაბიჯს. კერძოდ, აქ არის საუბარი სახანძრო უსაფრთხოების წესების ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც გვეუბნება, რომ დაუშვებელია მინდორში ნამკალის, ნაწვერალის, ნარჩენის დაწვა და კოცონების დანთება, ასევე დაუცველ ზონებში კოცონების დანთება და ეს დაუცველი ზონა არის 50 მეტრი საცხოვრებელი სახლიდან. ანუ ისიც კი ჩვენ რო შემოდგომით ფოთლებს მოვაგროვებთ და ადგილზე უკიდევთ ცეცხლს, ესეც კი არის კანონის დარღვევა და ეს ისჩება ეს უკვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით 177 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ამას, ეს ისჩება 500-დან 1000 ლარის ოდენობით. ანუ რეალურად ჩვენი მოსახლეობის შეიძლება ძალიან დიდი ნაწილი არის აი ეს სამართალდამრღვევი, აქ არ არის საუბარი სისხლის სამართალზე, მაინც და მაინც რომ დასაჭერი, მაგრამ საკმაოდ სოლიდური თანხაა, სანქცია 500 ან 1000 ლარი, რომელიც შეიძლება დააკისრო, რა ვიცი, ათასობით ადამიანს, ხო? ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? რატომღაც ისეა მიღებული საქართველოში, რომ ამაზე პასუხისმგებელი არის ზედამხედველობის გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ სინამდვილეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ეს არის 177 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები და ამ ორი პუნქტების მთელი ჩამონათვალია ქვეშ აღსრულებაზე პასუხისმგებელი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია. ეს წერია შავით თეთრზე და საპატრულო პოლიცია არის ვალდებული რომ მიიღოს შესაბამისი ზომები, ელემენტარულად საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც ხედავს რომ ნამკას ცეცხლი უკიდია, ვალდებულია მივიდეს ადგილზე და გამოწეროს ადგილზევე სამართალდარღვევის ოქმი, აქტი, რომელიც ადგილზევე წარმოქმნის ფინანსურ ვალდებულებას, ზუსტად იგივე როგორც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას. ადგილზევე წარმოიქმნება ის ფინანსური ვალდებულება, სხვათაშორის გაცილებით უფრო მკაცრი, ვიდრე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. იმიტომ რომ ადგილზევე გაიწერება საბუთი, რომლის მიხედვითაც ვალდებული ხდება სამართალდარღვევი, რომ წავიდეს ბანკში და პირდაპირ გადაიხადოს 500 და 1000 ლარი. აი ეს ჩვენ გამოვითხოვეთ ოფიციალური ინფორმაცია, არც ერთ ეკიპაჟს არასოდეს არ გაუკეთებია, რატომ? იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუწია ასეთი ბრძანება და არ ყოფილა ინფორმირებული საპატრულო პოლიცია და მისი სრული შემადგენლობა, რომ ეს არის კანონით დადგენილი და ეს უნდა შესრულდეს. ამის ნაცვლად ჩვენ რას ვხედავთ, რომ რატომღაც ეს ტვირთი გადაბარებული აქვს ზედამხედველობის დეპარტამენტს, გარემოს და ზედამხედველობის დეპარტამენტს და რაც არ უნდა გავამკაცროთ კანონი, მისი აღსრულება არის სრულიად მოუქნელი და საბოლოო ჯამში ჩვენ ვერ ქმნით ამ პრეცედენტებს. მე არ ვამბობ რომ ბევრი ადამიანი უნდა დავაჯარიმოთ, მაგრამ საკმარისია აი ეს გამაფრთხილებელი აქტები გაფორმდეს საპატრულო პოლიციის მიერ და ეს ინფორმაცია გავრცელდეს სოფელში, სოფლად, რეგიონებში, რომ მერწმუნეთ ერთ დღეში, ისევე როგორც ეს იყო ღვედის შემთხვევაში, აღარავინ აღარ დაანთებს ცეცხლს, იმიტომ რომ ბუნებრივი ადამიანს არ უნდა რომ 500 და 1000 ლარით დაჯარიმდეს.